თქვენ უყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს საქართველოს ევროპულ გზაზე ვიმშელებთ. გამრეკელი სტუდიის ინტერვიუების სერიაში გიგი გიგიაძეს მოусმენთ, რატომ და როგორ ავწდით ევროპულ გზას და რა მექანიზმები რჩებათ პროევროპელ მოქალაქეებს, რომ ქვეყანა ევროატლანტიკურ კურსს საბოლოოდ არ მოწყდეს. ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს მოისმენთ გამრეკელი სტუდიაში ჩაწერილი ინტერვიუდან. ქართული ოცნების ანტიევროპული ბოლო შესაძლოა სიმბოლური, თუმცა საგულისხმო გადაწყვეტილება სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება. გათავისუფლების შესახებ წერილები თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო უწყების ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილება ევროკავშირში კრიტიკულად უკვე შეაფასეს, როგორც ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების პრესპიკერმა ანიტა ჰიპერმა განაცხადა, ცენტრი წარსულში ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო. ამ რამდენიმე დღის წინ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა. ფიშერის განცხადებით ანტიკორუფციულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, ფარა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც ელჩი წერს სოციალურ ქსელ X-ზე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ 13 გერმანულ ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ და გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით ფინანსდებიან. როგორც ელჩი წერს, კუპრაშვილი დაპირდა ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან ფარას საფუძველზე საქართველოში არსებულ 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით, ექვემდებარება გერმანია საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის. გერმანიის ელჩის თქმით, სურს, რომ ეს ორგანიზაციები ფარას რეგულაციებისგან გათავისუფლდნენ. ელჩის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე და იმ გამოწვევებზე, რაც შეიძლება ამ გზაზე შეექმნას საქართველოს. განვიხილეთ ევროკავშირი, გავიხსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება უცხოელი აგენტის ტიპის კანონებთან დაკავშირებით, როგორც მეგობარმა გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანული დაასკვნა, რომ საქართველოს შორს არის კურსიდან. როგორც მოსალოდნელიც იყო, ამ ყველაფერს უკვე გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივებზეც. საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო რისკის ინდექსში 8 პოზიციით ჩამოქვეითდა. ამის შესახებ Fitch Solutions-ის ანგარიშია აღნიშნული. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით 202 ბაზრიდან მე-80 ადგილზეა სავაჭრო და საინვესტიციო რისკების მიხედვით. Fitch Solutions-ი მიუთითებს, რომ ინვესტიციებზე, ვაჭრობასა და ფინანსურ დახმარებაზე ყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირს შორის დაძაბულობა, რომელიც ბრიუსელის მიერ 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარებას მოჰყვა. ქართული ოცნება ასევე იღებს საკამათო კანონმდებლობას, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დემოკრატიულ ღირებულებებს და პოტენციურად შექმნას ევროკავშირის მხრიდან სანქციების რისკი. ანგარიშის მიხედვით, მსხვილ ევროპულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შესაძლოა ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციის პროცესის პარალიზება, მნიშვნელოვანი რეგულირებელი და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე სანქციების რისკის პირობებში. არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა სანქციები დააწესოს დემოკრატიული ღირებულებების შელახვასთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. უცხოელი ინვესტორები განსაკუთრებით ევროკავშირისა და სხვა დასავლური ბაზრებიდან სავარაუდოდ საქართველოს მიმართ სიფრთხილეს გამოიჩენენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრიუსელსა და თბილისს შორის დაძაბულობა კვლავ მკვეთრი რჩება. ევროინტეგრაციის და გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლება სავარაუდოდ 2028-2029 წლებში არ მოხდება, რაც ბიზნეს და ინვესტიციებს ხელს შეუშლის. პარასკევს Fitch Ratings-თან ერთად დეტალურად გავარჩევთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა დღეს ჩვენი ფოკუსი ევროკავშირზე და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პერსპექტივაზე ჩერდება.
გამრეკელის სტუდიაში მივიღეთ ყოფილი ელჩი, რომელმაც თანამდებობა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ამბის შემდეგ დატოვა. მისთვის ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია გახდა ის წითელი ხაზი, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში გაჩერება ვეღარ შეძლო. ამბობს, რომ დღეს ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ საქმე მიზანმიმართულად ჭიანურდება იმისთვის, რომ საზოგადოებას დაავიწყდეს სინამდვილეში რა მოხდა. ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ივერი მელაშვილს თანამშრომლების ნაწილი მასზე დიდხანს იცნობდა. ამ დიპლომატების დუმილი მაშინ და დღეს ქვეყნის კურსის ცვლილებების კვალდაკვალ გიგი გიგიაძისთვის ყველაზე მტკივნეული და ამოუხსნელი თემაა. გიტოვებთ გამრეკელის სტუდიის ინტერვიუების ამ სერიას გიგი გიგიაძესთან. შევხვდებით ერთმანეთს უკვე პარასკევს. ასე დავიწყოთ, რა ქვია დღეს საქართველოს დასავლეთის ურთიერთობებს? საქართველოს დასავლეთის ურთიერთობებს დღეს ქვია ძალიან დიდი ჩავარდნა. ეს არის რეალობა, რომელიც დადგა ძალიან თანმიმდევრული მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, აი ამ დე-ფაქტო ხელისუფლების, ქართული ოცნების, რომელიც შედეგად დააყენა ის, რომ დღევანდელ დღეს საქართველო არის ყველაზე უფრო შორს დასავლეთისგან, ვიდრე ჩვენ ყოფილვართ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან, რომ წარმოიდგინეთ დაახლოებით 34 წელია, ჩვენ ასე შორს, ასე დისტანცირებული რეალურად ევროპისგან მე არ მახსენდება რომ ყოფილიყავით და ასე უპერსპექტივო როგორც ეხლა ეს არის ნამდვილად ძალიან რთულად დასაჯერებელი იმის გათვალისწინებით რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ საქართველოს რაღაც პერიოდში რეალურად განიხილებოდა როგორც მოწინავე ქვეყანა იმ ფორმატში რასაც ერქვა ასოცირებული ტრიო მანამდე იყო ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ანუ 6 ქვეყანა მაგრამ ძალიან თანამიმდევრული, ძალიან მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, აი ამ პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, საქართველოს თანამიმდევრულად დაკარგა როგორც მოწინავე ქვეყნის სტატუსი, ასევე დაკარგა აი ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა ევროპასთან გახსნილი ფანჯარა და აღმოჩენილიყავით იგივე რეალობაში, როგორც ახლა იმყოფებიან უკრაინა, ომში ყოფილი ქვეყანა და მოლდოვა. გიგი, რამ იმუშავა? ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. აქ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 2012 წელს აუცილებელი ცვლილებების შედეგად მოხდა კოალიციური ხელმძღვანელობის ჩამოყალიბება. ამ კოალიციაში ჩვენ გვახსოვს იყვნენ მკვეთრად გამოხატული პროევროპული ძალები, პროევროპული პარტიები, რომლებიც ფაქტიურად თავის თავშიც ერთი წუთითაც არ უშვებდნენ იმას, რომ საქართველოს შესაძლებელია გადაეხვია დასავლური კურსიდან და ისინი ამისთვის მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში მოხდა თანმიმდევრულად ამ პარტიების ჩამოცილება, მათი მოშორება, ასე ვიტყოდი და კონსოლიდაცია აი იმ ადამიანების ჯგუფისა, რომელსაც დღეს ჩვენ ხედავთ, რომლებსაც რეალურად არამხოლოდ არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ევროპაში, ევროკავშირში, ქვეყანა დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. არამედ მათ როლს ეს არ ესმით რატომ უნდა მოხდეს. ეს არის ყველაზე მძიმე ფაქტორი ჩემი აზრით. ეს არის ძალიან მიზანმიმართული, კარგად გათვლილი ნაბიჯების ერთობლიობა, რომელიც ცხადყობს იმას, რომ ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მხოლოდ ერთადერთი მხარის ინტერესებს და ეს არის ჩვენი არაკეთილმოსწონე, ჩვენი მტერი, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთი. თუ შევხედავთ ჩვენ რეტროსპექტივაში, ხო, ბოლო 12-13 წლის მანძილზე, რა შედეგიც მივიღეთ, ხო, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ რეალობაში მხოლოდ ერთადერთი მხარე შეიძლება იყოს ამ შედეგით კმაყოფილი. ეს ვერანაირად ვერ იქნება საქართველოს, ცხადია, იმიტომ რომ საქართველოს დაკარგა რეალურად, არ მინდა რომ საბოლოოდ გადაჭრით თქვა და ყველანაირი გზები გაირთულა, მაქსიმალურად გაირთულა. ჩვენი ევროპასთან დაახლოება, ევროკავშირთან დაახლოება, ეს არის ჩვენი ქვეყნის დაახლოებაზე ცოტა მეტიც, ხო? ანუ უკვე მართლა გაწევრიანება, მართლა რაღაც ხელშესახები, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შემდგომ იყო უკვე აი ხელშესახები რეალობა. ესე ახლოს სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ესე ახლოს ჩვენ არ ყოფილვართ ევროკავშირში გაწევრიანებასთან არასდროს და 2022 წლის 24 თებერვალს აი ტრაგიკული მოვლენები რომ არა, ანუ რუსეთის პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში რომ არა,
მე ძალიან გამიჭირდება მისმა თუ როდის დადგებოდა ეს შედეგი, რომ ჩვენ ყოფილიყავით, ჩვენ მიგვიღო კანდიდატის სტატუსი და რეალურად ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მიერ მოლაპარაკებების დაწყებისა და დასრულების შემდეგ რეალურად აღმოჩენილიყავით უკვე ევროკავშირის წევრობის პირისპირ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ალბათ, რომ საქართველოში ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობა დღემდე ძალიან ცალსახად აღიქვავს თავის თავს ევროპის ნაწილად. ანუ აქ არანაირი ეჭვი არ არსებობს იმასთან მიმართებით, თუ რა სივრცეს მიეკუთვნება ჩვენი ქვეყანა. ჩვენთან ადამიანები ხვდებიან, რომ ერთადერთი გზა, ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობისა, რასაკვირველი არის ევროპასთან ერთად, ევროპის წიაღში, ევროკავშირთან, როგორც ევროკავშირის წევრი, ხო? აქ მე არ ამგონია, რომ აქ რაიმე სახის განსხვავებული აზრი არსებობდეს. თუმცა პროპაგანდა მუშავა, დასაკვირველი ეს პროპაგანდა განსაკუთრებით გამძაფრდა 2022 წლიდან, სწორედ ომის დაწყების შემდეგ, როდესაც უკვე აი ამ პოლიტიკურ გუნდს ქართულ ოცნებას მოუწია მხარის არჩევა. მათ ძალიან კაფიოდ გააკეთეს ეს არჩევანი, როდესაც უკვე შეუძლებელი იყო როგორც დასავლეთის, ასევე საკუთარი მოსახლეობის მოტყუება, რომ ისინი რეალურად ვითომ არიან პროევროპულები, მათ მოუწიათ ამ არჩევანის გაკეთება და მათ ძალიან კაფიოდ გააკეთეს არჩევანი დასავლეთის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს რუსეთის მხარეს. და ამის შემდეგ იწყება უკვე გაცხადებული ანტიევროპული, ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც უპირველეს ყოვლისა რასაკვირველია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობაში არსებული აი მხარდაჭერის მაღალი კოეფიციენტის შემცირებას. იმიტომ რომ ღიად პრორუსული ძალა, ღიად ანტიქართული ძალა ვერ შემოვა საზოგადოებაში გაცხადებულად ვერ იტყვის, რომ აქვს მას არსებობის უფლება, თუ არ იქნება შემცირებული აი პროევროპული მხარდაჭერა საზოგადოებაში. მას ანუ დაახლოებით მათ უნდათ ამ რეალობის დამყარება, როგორც იყო ომამდე მოლდოვაში, როგორც იყო უკრაინაში, აქ იყო 50-50-ზე, აქ იყო თქვა 60-40-ზე, ხო? ომამდე ვამბობ, ომის შემდეგ იქაც მნიშვნელოვანი წილად შეიცვალა რეალობა და ძალიან გაიზარდა პროევროპული მხარდაჭერა. ანუ ამ რეალობაში მათ უკვე რეალურად ექნებათ იმის საფუძველი, რომ მეთქვათ, რასაც ახლა ჩვენ უკვე ვაკვირდებით ნაწილობრივ, რომ ესე იგი ევროპა არ არის ერთადერთი ვითომ არჩევანი საქართველოს, ხო? რატომ անդა მაინც ევროპა, თურმე და რატომ անդა მაინც ეს მიმართულება? აი ჩვენ წარმოვადგენთ ვითომ ხალხის რაღაცა გარკვეულ რაოდენობას, რომელიც ასე არ ფიქრობს. ეს იყო თავიდანვე მათი ამოსავალი წერტილი. მათ უნდათ, რომ თავიდანვე შემცირებულიყო მაქსიმალურად ეს მხარდაჭერა საზოგადოებაში და მე გაცხადებულად ეთქვათ, რომ აი ჩვენ რაღაც ალტერნატიული გზაც გაგვაჩვენა, ჩვენ ალტერნატივასაც ვხედავთ ამ მიმართულებით. ხო, თქვენი ლოგიკა კარგად არის ასახული, ესე ვთქვათ, აი ევრობარომეტრის ბოლო კვლევის გამოქვეყნებას რა ტიპის რეაქციებიც მოჰყვა, ხო? ანუ ყველას, ესე ვთქვათ, შინაგანად გვაქვს განცდა იმისა, რომ პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ ესე ვთქვათ, ესეთი მკვეთრი შემცირება ევროკავშირის ნდობის მიმართ გასაკვირი აღმოჩნდა, ხო? რა არის თქვენი დამოკიდებულება ამ კვლევის მიმართ? გასაკვირველია. თუ არა შედეგებს იმ ინფორმაციის კვალობაზეც, რაც civil gym, ასე ვთქვათ, ხო. იცით, მოსალოდნელი მე ჯერთ მიმაჩნია, რომ თვითონ კვლევის ჩამტარებელი არასოდეს იქნა იდენტიფიცირებული ევრობარომეტრის მიერ სხვადასხვა მიზეზების და გამო, მაგრამ სრულად გეთანხმებით ხანგრძლივი პროპაგანდა გამოიღებს შედეგს, ანუ ხანგრძლივი მიზანმიმართული მათ შორის მით უმეტეს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებული ანტიევროპული პროპაგანდა რასაკვირველია გამოიღებდა ამ შედეგს და ჩვენ თუ ხედავთ გარკვეულ ცვლილებას აი ამ მხარდაჭერის თვალსაზრისით ეს არის რასაკვირველი ანტიევროპული, ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგი. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა რეალურად, იმიტომ რომ ბოლო 34 წლის მანძილზე ისე ხელმძღვანელობთან ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან მარტო საქართველოში იყო ხოლმე დღემდე ესეა ძალიან მაღალი პროცენტული მხარდაჭერა. ანუ ეს არ მეორდება არსად, ხო, ჩვენ რო ავიღოთ აღმოსავლეთ პარტნიორი ეს ინიციატივის წევრი ქვეყნები, ეს სხვაგან არსად არ მეორდება. ასეთი მკვეთრად გამოკვეთილი პროევროპული, პროდასავლური, პროევროატლანტიკური მხარდაჭერა საზოგადოებაში იქ არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან გაცხადებულად გქონდა ეს ყოველთვის
საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მკაფიო, ასე ვთქვათ, აზრი, რომ საქართველო უნდა გახდეს როგორც ევროკავშირის, ასევე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ნატოს წევრი. მაგრამ თუ უკვე ხელისუფლება თავად, ეხლა უკვე ასე ვთქვათ, დე-ფაქტო ხელისუფლება უკვე განგრძობითად იწყებს აღნიშნული კურსის საბოტაჟს და ეწევა ანტიდასავლურ, ანტიევროპულ პროპაგანდას, ეს რასაკვირველია დროთა მანძილზე გამოიღებს შედეგს და საზოგადოებაში იქნება გარკვეული ცვლილებები, ვინაიდან რასაკვირველია შეუძლებელია რომ ხელისუფლების ან სათავეში მყოფი ადამიანები ხშირად საუბრობდნენ, აღჭრებდნენ იმ გზავნებს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ხო ფაქტობრივად ბოლო წლების მანძილზე და ეს დარჩა ამან კვალი არ დატოვოს. ამას რასაკვირველია თავისი შედეგი, რასაც სავარაუდოდ ჩვენ ახლა თვალს, მაგრამ ამავე დროს კიდევ ერთხელ მე ჭვიშე მაქვს აი თავად ამ კვლევის განმახორციელებელი ორგანიზაციის კრედიბილურობაში, ესე ვიტყოდი, ვინაიდან მე რო ყოფილიყავი, ავრჩევდი სხვა ორგანიზაციას ამ კვლევის ჩასატარად. გიგი, რა შეიძლება დაუპირისპირდეს აი ამ პროპაგანდას? ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა, ალბათ მე ვიტყოდი ყველაზე რთული კითხვა და ასევე კიდევ ერთხელ კომპლექსური პასუხი შეიძლება ამაზე გაიცეს. პირველი ჩვენ რასაკვირველია გვჭირდება ძალიან კონკრეტული დახმარება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, იმიტომ რომ ყველაფერს რაც ხდება საქართველოში დაერქოს საკუთარი სახელი, ამას ჩვენ ბოლო პერიოდში ვაძევნებთ თვალყურს. გაცხადებულად ჩვენი ევროპელი პარტნიორები გუშინ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, ასევე გაკეთებული განცხადება ყველაფერს ძალიან მკაფიოდ ამბობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება იყო ასევე შესაძლებელი გაცილებით უფრო ადრე. ევროპას ჩვენს ევროპელ კოლეგებს თავიდანვე უნდა ეთქვათ, რომ ის ნაბიჯები, რომელსაც დგავდა ქართული ოცნება, იყო მიუღებელი, რასაც ახლა ამბობენ ევროპულ ფასეულობებთან, იყო არათავსებადი, როგორც ახლა ამბობენ ევროპულ ღირებულებებთან და ეს უნდა მოხდარიყო გაცილებით უფრო ადრე. ამ პერიოდში რაღაცა ფორმით მოახდინეს მათ ადაპტირება, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლება და ისინი საპირისპირო განცხადებას აკეთებენ, ანუ პირიქით აბრალებენ პროევროპულ ძალებს, თითქოს ისინი ეწინააღმდეგებენ საქართველოს სახელმწიფოებრივ საქართველოს ეროვნულ ფასეულობებს და ასე შემდეგ. ანუ ეს პროპაგანდა დაასწრო ევროპას, დაასწრო დასავლეთს, რომ მოხდარიყო ადეკვატური შეფასება. მეორე ეს არის რასაკვირველია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შემთხვევაში მხილება იმ ტყუილისა და სიცრუის, რომელიც ტირაჟირებასაც ჩვენ ახლა ვისმენთ, ხო? ეს ძალიან რთულია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არა მარტო საქართველოს რეალობაში, არამედ ზოგადად მსოფლიოს რეალობაში ძალიან რთულია გავუმკლავდეთ ტყუილს, იმიტომ რომ შემთხვევაში სჭირდება არგუმენტირებული პასუხი, სჭირდება ზუსტი მონაცემები, სჭირდება რაღაცა დრო, იმისათვის რომ მოემზადოთ ამას კაცე პასუხი, ხოლო ტყუილის თქმას, მაგრამ მომდევნო მორიგი ტყუილის თქმას არაფერი არ უნდა, ამ ასე ვთქვათ პროპაგანდისტი ან დეზინფორმაციის გამავრცელებელი მეორე წუთას მოიგონებს ახალ ტყუილს და შეიძლება ამ ახალი ტყუილით ამ ტყუილის გავრცელებას, ხო? ტყუილებსაც გააჩნია, ხო, ახლა გლობალური ომის პარტიას რა შეიძლება დაუპირისპირო თუნდაც არგუმენტები. დიახ, ეს ძალიან ხო, ეს გლობალური არ მინდა გამეორება, იმიტომ რომ ცოტა ანტიპროპაგანდასა ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, ასევე მათ მიერ შემოთავაზებული ტერმინებისგან თავის გამეორებისგან თავის არდება. იმიტომ რომ რაც უფრო ხშირად იმეორებთ მათ მიერ მოწოდებულ აი ამ არასწორ ნარატივებს, მით უფრო მკვიდრდება ეს საზოგადოებაში, ანუ ყველა ის სიცრუე, რომელსაც ჩვენ ვისმენთ მათი მხრიდან და რომელიც დარწმუნებულია რომ ნებისმიერ ადამიანს კარგად ესმის რომ რაღაც აქ არასწორია, ხო? ანუ ესეთი გზავნილი, რომელსაც აჟღერებს ქართული ოცნება, რომელსაც თვითონაც ვერ ხსნიან, ხო? ანუ რეალურად რა იგულისხმება ამაში. ანუ შეუძლებელია ადამიანებს გააგებინონ თუ რა კონკრეტულად რას გულისხმობენ ისინი ამ ტერმინების უკან. ეს უკვე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი დასაწყისია ეჭვის შეტანისა იმაში, თუ რაზე საუბრობენ ისინი. ასევე ჩვენ უბრალოდ გვჭირდება ინფორმაციის ქონა, ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელსაც მიღებული აქვს ნობელის პრემია მშვიდობის დაცვის დარგში. ანუ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც განგრძობითად 74 წელია უკვე უზრუნველყოფს ევროპის კონტინენტზე, ანუ იმ კონტინენტზე, რომელიც ოდითგანვე ცნობილი იყო ურთიერთშუღლით, დაპირისპირებით, ომებითა და ყველაზე ხშირი ასე ვთქვათ, სამხედრო მოსაომარი ქმედებებით, ამ კონტინენტზე უზრუნველყოფს მშვიდობას განგრძობითად უწყვეტად. ანუ თავად გააზრება ამ ფაქტისა, ვფიქრობ, ბევრ კითხვას ცემს პასუხს, ვინაიდან როგორ შეიძლება ეს ორგანიზაცია იყოს რაღაცა ფორმით დაინტერესებული ან მოგიწოდებდეს, ან მას უნდოდეს, რომ საქართველოში
საქართველოში დაიწყოს ომი, საქართველოს ჩაერთოს სამხედრო ვითარებაში, სამხედრო ქმედებებში, ან საქართველოს გახსნას, ვითომ არ მინდა კიდე გამეორება ამ ტერმინებისა, რასაკვირველი არა. ანუ ინფორმირებულობა, ზუსტი ინფორმაციის ცოდნა, ყველა ნებისმიერი ინფორმაციის ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ეს იქნება ეს შარვალ კოსტუმში ჩაცმული ხელისუფლების წარმომადგენელი თუ იქნება ეს ნებისმიერი სხვა სამოქალაქო საზოგადოების წევრი, ნებისმიერი საკითხისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. ხო, ეს ფიქრობ ამ ჩვენ როდესაც საუბრობთ ამაზე ახალგაზრდებთან, როდესაც ვესაუბრებით ჩვენს მოსახლეობას, ყოველთვის ვეუბნებით, რომ ნებისმიერი ინფორმაციას შეხედეთ კრიტიკულად და განსაკუთრებით ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენში იწვევს ემოციურ დამოკიდებულებას. დიდი ალბათობით, ძალიან დიდი ალბათობით ის ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია თქვენში ემოციური, ასე ვთქვათ, გრძნობების გამოწვევაზე, ეს არის დეზინფორმაციული გზავნილი, ეს არის პროპაგანდის მიერ ჩაფიქრებული, კარგად მომზადებული ინფორმაციის ნაწილი, რომელიც თქვენს გრძნობებზე თამაშობს და ამით ობიექტურობას გაცილებთ და გასაკუთრებით გიქმნით იმის დაბეჭდილებას, რომ ამას მე უნდა ვუპასუხო რაღაცა განსხვავებულად, უფრო ემოციურად და შეყავხართ შეცდომაში. ეს არის რასაც ჩვენ ვუყობით ხოლმე. ეს არ არის მარტივი, ძალიან რთულია. დეზინფორმაცია და პროპაგანდა ბრძოლა ზოგადად ძალიან დიდ გამოწვევას წარმოადგენს თავად ევროპაშიც, ევროკავშირიც, თავის წევრ ქვეყნებშიც ცდილობს, რომ დაუპირისპირდეს აი ამ არასწორ ნარატივებს, ამ არასწორ გზავნილებს, რომლებიც ასევე მიზანმიმართულად ვრცელდება არაკეთილ მოსურნეების მიერ, ძირითადად რასაკვირველია ეს არის რუსეთი, არა მარტო საქართველოში, არამედ და ევროპაში, არამედ მთელ სოფლიოში რუსეთი გახდა დეზინფორმაციისა და სახელმწიფოს მიერ კონტროლებადი პროპაგანდის გამავრცელებელი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო, რომელიც კონკრეტულ მიზნებს ისახავს. ეს არის ერთიანობის დარღვევა, ეს არის დემოკრატიაში, ადამიანის უფლებებში, სამართლებრივ სახელმწიფოში ეჭვის გაჩენა, ეჭვის შეტანა და შესაბამისად მე უკვე ადვილად კონტროლის მოპოვება სხვადასხვა ხერხებით. ამიტომ ინფორმირებულობა, კრიტიკული დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანისგან მომავალ ინფორმაციას მიმართებით და იმის ცოდნა, რომ ემოციური დამოკიდებულება უკვე დიდი ალბათობით არის თქვენში. ჩემთვის მტკივნეულ თემას უნდა შევეხო და არ მაქვს, ესე ვთქვათ, მკაფიო დამოკიდებულება ამ თემასთან დაკავშირებით, ამიტომ თქვენს გკითხავთ აზრს. რა ფაქტორები არის აი ამ ყველაფერში დღეს ის მოცემულობა, რომ საქართველოს აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და საქართველოს ისევ სარგებლობს ვიზა ლიბერალიზაციით. ანუ როგორი გზავნილია ეს, ესე ვთქვათ, ერთის მხრივ გზავნილი, რომ ვთქვათ, ქართველი ხალხი რა შუაშია და ის რატომ უნდა დაისაჯოს, როდესაც უმრავლესობა დგას და კბილებით იცავს კურსს და ეს გასაგებია და მეორეს მხრივ აი ეს პროპაგანდისტვის, ესე ვთქვათ, ამის გამოყენება, რომ აი ჯერ კიდევ ყველაფერი ცუდად არ არის, ხო? ანუ ჯერ კიდევ არ არის ეს უფსკრულის პირას დგომა, იმიტომ რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც გვაქვს და ვიზა ლიბერალიზაციაც გვაქვს. დიახ, ძალიან კარგი კითხვა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ ევროკავშირის მხრიდან, ევროპის მხრიდან არის განსხვავებული, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობისადმი და პოლიტიკური პარტია ქართული ოცნებისადმი. ყველა ეტაპზე ჩანდა ეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რასაკვირველია. ის სარგებელი, ის დადებითი, ის მიღწევები, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო წლების მანძილზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობისადმი, ქართველი ხალხისადმი. ეს არის ევროკავშირის მიერ ჩვენთვის მოცემული, დატოვებული სიკეთეები, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია დღეს ვისარგებლოთ იმისათვის, რომ კარგად გვახსოვდეს რეალურად, რას წარმოადგენს ევროპა, რა არის ევროპა და არ დაგვაუწევს, რომ ჩვენ ვართ ევროპა. მეორე განზომილება უკვე, რაც ხდება ახლა ქართული ოცნების პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების წევრების ამ რეჟიმის გამაძლიერებლების, მათ შორის მოსამართლეებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ირგვლივ ეს არის უკვე ძალიან მკვეთრად გამოხატული სანქციები, ძალიან მკვეთრი დამოკიდებულება ევროკავშირისა. ისინი ამბობენ რეალურად, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ, ხომ, რომ აქ არის ძალიან დიდი უფსკრული პოლიტიკური პარტია ქართულ ოცნებასა და საქართველოს მოსახლეობას შორის. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ საზოგადოებრივი აზრის манипуляციით ამ პოლიტიკურმა პარტიამ მოახერხა საზოგადოების რაღაცა ნაწილის შეცდომაში შეყვანა, მათთვის იმის დაჯერება, რომ ვითომ ესენი არიან ყველაზე მეტად მონდომებულები ევროპასთან დაახლოებით, ვითომ ისინი ეკეთებენ ყველაზე მეტს ამის გზაზე, რეალურად ნაბიჯები სრულიად სხვა რაღაცას ცხადყოფს, ხო? და ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ ორი განსხვავებული დამოკიდებულება. ერთი არის უმკაცრესი, ძალიან კონკრეტული, ძალიან ზედმიწევნით ჩამოყალიბებული გზავნილები
პოლიტიკური პარტია ქართული ოცნებისადმი და მეორე მხრივ ჯერ კიდევ შენარჩუნებული სრულად გეთანხმებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უდიდესი მონოპოლარი, კანდიდატის სტატუსი უდიდესი მონოპოლარი, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თავისუფლებები, მათ შორის ღრმა და ყოველწლიური ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული თავისუფლებები, ეს ყველაფერი ჯერ ჩვენ კიდევ გვაქვს. მაგრამ უკვე ძალიან ღიად ისმის ევროპაში განცხადებები, რომ სავარაუდოდ გადაიხედება, შესაძლებელია გადაიხედოს ეს განზომილებებიც, რომელიც რასაკვირველია ძალიან მტკივნეული დარტყმა იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, მაგრამ აქ ევროკავშირი ხვდება, რომ თავად საქართველოს მოსახლეობა უნდა მიხვდეს და ის ნაწილი უნდა მიხვდეს, თუ რას უკავშირდება ეს ცვლილება და ვისი ბრალია ეს ცვლილება, რომელიც უახლოს მომავალში შესაძლებელია დადგეს, მე ნამდვილად არ მინდა და წარმოვიდგინე კიდევაც ეს მომენტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს აღარ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ თავისუფლად იმოგზაურონ ევროპაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მოუწოთ ისევ ხანგრძლივ რიგებში დღე და ღამე დგომა იმისათვის, რომ მიიღონ რაღაცა სახის ვიზები და ასე შემდეგ. ეს არის ხოლმე მინიმალური ხა თქვენაზე ვცხოვრობთ, აქ არის ძალიან ბევრი დადებითი მომენტი, ძალიან დიდი სარგებელი, რომელიც დაკარგა საქართველოს. მათ შორის ჩვენ სხვა გადაცემაში ალბათ მახსოვს ვისაუბრეთ სეპაზე, ეს იყო ერთიანი ევროპის საგადასახადო სისტემა, რომელიც გაეხსნა მოლდოვეთს, გაეხსნა უკრაინას და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ საზღვარგარეთ ევროპაში, მათთვის და მათ მიერ ფულის გადმორიცხვის იყო უნიკალური შესაძლებლობა. ანუ ეს არის მხოლოდ მცირედ იმისა, რაც საქართველოს შეეძლო მიიღო და შეუძლია მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაუბრუნდება ევროპასთან ინტეგრაცია, ევროპულ კურსს, მაგრამ ამ ეტაპზე ამის წინაპირობას ჩვენ ეხლა ვერ ვხედავთ, არანაირი განცდა იმის არ არის, რომ ეს პოლიტიკური გუნდი გეგმავს რაღაცა სახით ცვლილების განხორციელებას და საქართველოს თვის აი უნიკალური შესაძლებლობის გამოყენებას, მაგრამ ძალიან სამწუხარო იქნება ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს რასაკვირველია ევროკავშირი, მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მოხდეს ამ არსებული ფორმატების გადახედვაც უახლოეს მომავალში ევროკავშირში. რაც უფრო მეტად დააშორებს პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება საქართველოს ევროპულ გზას, ევროინტეგრაციას, ევროკავშირს, მით უფრო გაიზრდება იმის ალბათობა, რომ ჩვენთან მიმართებით ყველა არსებული სხვა პროექტები გაჩერდება, მათ შორის როგორიც არის კანდიდატობა, მათ შორის როგორიც არის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მათ შორის ასოცირების შეთანხმება და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ეს პროტესტი გაფართოვდეს? თუ აქამდე ეს პროტესტი გაფართოებული არ არის, რაზე მიუთითებს გიგი ეს და რა პოტენციალი არსებობს, ესე ვთქვათ, ამ მეტი ხმა რომ ისმოდეს? ჯერ გვაქვს უწყვეტი პროტესტი, ხო, ადამიანები თითქმის 190 დღეა დგანან საქართველოს ქუჩებში, აპროტესტებენ იმ რეალობას, რომელიც დადგა გასული წლის 26 ოქტომბერს, ანუ გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს და ასევე 28 ნოემბერს იმავე წლის ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას კობახიძის მიერ, რომ ისინი წყვეტენ ჩვენს დაახლოებას ევროკავშირთან და ისინი აჩერებენ, ანუ შეჩერებით იყო ეს ყველაფერი ლამაზად, ასე ვთქვათ, შეფუთული. რასაკვირველია, ეს პროცესი დაიწყო გაცილებით უფრო ადრე. პირველად 2023 წელს თქვენ გახსოვთ, როდესაც ინიციირება მოხდა ეგ წოდებული რუსული კანონმდებლობის თავის დროზე, ანუ რაც უკვე მიღებულა და რაც შევიდა ძალაში 31 მაისს, ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით უპრეცედენტო რაოდენობით ადამიანები გამოვიდა თბილისის ქუჩებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, თქვენ გახსოვთ 350,000 ადამიანზე იყო საუბარი. ამის შემდეგ დაიწყო ქართულმა ოცნებამ ადაპტაცია იმასთან, თუ როგორ შეძლებდა ის უგულვებელიყო ხალხის რაოდენობის, ხალხის პროტესტი ქუჩებში. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გვახსოვდეს, რომ სწორედაც საზოგადოებაში გაჩენილმა პროტესტმა და მიმდინარე პროტესტმა დაანახა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ რეალურად ამ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია მხარდაჭერა ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი ყველაზე მკაფიო ინდიკატორი, ყველაზე მკაფიო ნიშანი იმისა, რომ რეალურად ეს პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს ამ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის, მე ვიტყოდი, რომ აბსოლუტური უმრავლესობის ნაწილის ნებას და მათ არასახავს მათ სურვილს. შესაბამისად, სწორედ აი ამ პროტესტმა განაპირობა ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით სანქციები მათ წინააღმდეგ დაწესებული. ეს სანქციების პროცესი გრძელდება
კონკრეტულად იმის განსაზღვრა თუ რა ენით უნდა ესაუბროს დასავლეთი ქართულ ოცნებას, ხდება უკვე კონკრეტულად იდენტიფიცირება ამ ადამიანების, ვინც არიან პასუხისმგებელნი ამ რეალობის დადგომაში და შესაბამისად არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომ ეს პროტესტი საზოგადოებაში გაგრძელდეს. Როგორც კი გაჩნდება იმის განცდა, რომ პროტესტი შენელდა, რომ პროტესტი მოკითხა ჩახშობილი, რასაც ახლა ცდილობს რეალურად, ხო, ქართული ოცნება, ისინი აი სრულიად წარმოუდგენელი ჯარიმებით, სრულიად წარმოუდგენელი რეპრესიებით, ადამიანების დაკავებით, კანონებით, ცდილობენ რომ აი გააქრონ პროტესტი, მინიმუმ უნდა დაიყვანონ პროტესტი და ასევე შეუძღვნონ ადამიანებს გამოხატვის უფლება. ხო, უკვე მივედით იქამდე, რომ არა მარტო საქართველოს კონსტიტუცია იყო, არა მარტო იმ თვალსაზრისით, რომ 78 პუნქტი, ხო, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაზეც ამ ხალხმა, ამ ადამიანებმა გაცხადებულად ვარი თქვეს უკვე. არამედ სრულად მარტივი რაღაცებიც არის კონსტიტუციაში გაწევლილი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, თავის სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ. ანუ გვიგრძალავენ უკვე და საკუთარი სახელი დაავარქვათ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება საქართველოში და ფაქტობრივად ამაზე ადამიანებს შესაძლებელი პასუხისგებაში მიეცემენ საკუთარი აზრი გამოხატონ. ანუ ბევრი მიმართულებით ხდება რეპრესია, დაკავებულები არიან უდანაშაულო ადამიანები, რომლებსაც ძალიან ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, სასჯელი ელით ციხეებში და ეს პოლიტიკური გუნდი გეგმავს, რომ გააგრძელოს რეპრესიები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, რათა ჩაახშოს სწორედაც რომ არის დამოუკიდებელი ხმა, ჩაახშოს ადამიანების წინააღმდეგობა, ჩაახშოს საზოგადოებაში არსებული დასავლური განწყობები და შექმნას იმის შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა. ანუ დაახლოებით ისინი ცდილობენ იგივე რეალობის დაყენებას, როგორც ეს არის ბელორუსში და როგორც ეს არის არ მინდა პირდაპირ ალბათ როგორც აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის საზოგადოებაში არ არის მოთხოვნა, ხო, დიდი თქვა დასავლთან ინტეგრაციისა, მაგრამ დაახლოებით ბელორუსთან ყველაზე უფრო ახლო პარალელს გავავლებთ. როგორც კი შეწყდება პროტესტი, მით უფრო გამკაცრდება რეპრესიები, მით უფრო მოიმატებს ადამიანების გამოხშირვა, იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად აქტიურნი არიან, რომლებიც ყველაზე მეტად ჩანან, რომლებსაც ყველაზე მეტი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გააჩნიათ და მოხდება მათზე ანგარიშწორება, რათა ვთქვათ გაანელონ, შეანელონ ეს პროტესტი, მაგრამ მე არ ამგონია, რომ ამის რეალური ალბათობა იყოს. პროტესტი გრძელდება, ადამიანები გაცხადებულად ეწინააღმდეგებიან რეჟიმს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ქართული ხალხის გამარჯვებით დასრულდება. მხარდაჭერა ახსენეთ გიგი, ესეც ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე. კი, შეიძლება იმ ტიპის მხარდაჭერა ქართულ ოცნებას არ აქვს, რაზეც თქვენ საუბრობთ და მხოლოდ რაღაც გარკვეული ამორჩეველი უჭერს მას მხარს და მცირდება მათი რაოდენობა, მაგრამ მას ყავს სხვა ტიპის მხარდამჭერები, მას ყავს ეგრეთ წოდებული ინეიბლერები, ანუ დასაყრდენები და გამაძლიერებლები და ჩვენი ტიპის საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი ესე ვთქვათ პატარა ბაზარზე კონცენტრირებულია, ეს მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერი და სერიოზული მხარდაჭერაა. აი ამ ადამიანებთან საუბრის შესაძლებლობა თუ გაქვთ საერთოდ, ანუ მათთან თუ მიდის აი ეს ხმები, არა მხოლოდ ესე ვთქვათ სანქციის ენა, რაც გარედან მიდის, არამედ ვთქვათ მათ შორის, ესე ვთქვათ, ქვეყნის შიგნითაც კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, რომ მათ დაინახონ, თუნდაც ის რა შეიძლება იყოს, ესე ვთქვათ, მომავალში, ხო? დიახ, სწორედ აი ამის გააზრება მოხდა ქართული ოცნების მიერ, რომ მიუხედავად მათი დიდი ძალისხმევისა, მიუხედავად აი ამ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციისა, მაინც ხდება ამ ადამიანებთან სწორი ინფორმაციის, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ეხლა უკვე ღია დაპირისპირება იწყება დარჩენილ თავისუფალ მედია საშუალებებთან, რათა მათ მაქსიმალურად შეიზღუდოს მათი უფლებები, მაქსიმალურად მოხდეს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეწყვეტა. დიახ, ამ ადამიანთან საუბარი გრძელდება. სამოქალაქო საზოგადოება მუდმივ რეჟიმში ელაპარაკება, ესაუბრება სულ ყველას, ვისაც აქვს ოდნავ ინტერესი, ან ვისაც მიაჩნია, ვისაც აქვს რაღაც გარკვეული აგრესია შეიძლება იყოს. ხო, ეს აგრესია არის გამოწვეული აი ამ არასწორი პროპაგანდით, მიზანმიმართული პროპაგანდით. ამ ადამიანთან საუბარი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ მათ თავადაც უჩნდებათ გარკვეული კითხვები მოსმენილ ინფორმაციასთან მიმართებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რაღაცა ნაწილი ამ ადამიანებს შორის არის უშუალოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული
ასე ვთქვათ, სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, უამრავი სიპების, წარმოუდგენლად გაზრდილი ადმინისტრაციული სექტორის თანამშრომლები და ისინი გარკვეულ სარგებლობას, რასაკვირველია, ხელფას, ანაზღაურებას იღებენ ამ პოლიტიკური პარტიიდან და მათთვის განსაკუთრებით რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ისინი რასაკვირველია სვავენ კითხვებს. მათ არ უნდათ იმის დაჯერება, რომ შესაძლებელია საქართველოსთვის არსებობდეს რაღაც ალტერნატივა ევროპის გარდა. ჩვენ გვაქვს შეხება ადამიანებთან, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, ხმას შეიძლება არ იღებდნენ, შეიძლება იყვნენ ჩუმად, მაგრამ მათ არ მოწონთ ის, რაც ხდება. ისინი შინაგანად არ ეთანხმებიან იმას, რაც ხდება და ეს არის სწორედ მიზეზი, გარემოება იმისა, რომ ყობახიძე თავის 28 ნოემბრის გამოთვლაში ამბობს, რომ ჩვენ ვითომ ვაჩერებთ. თითქოს არსებობდეს პერსპექტივა ამის 4 წლის მერე გახსნისა. თითქოს არსებობდეს იმის განცდა, რომ ეს პოლიტიკური გუნდი ვითომ მონდომებულია რეალობაში, რომ გააგრძელოს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. სწორედ ეს მათი ტერმინოლოგია ცხადყოფს იმას, რომ მათ მხარდამჭერებს შორისაც ძალიან დიდი ნაწილი არის პროევროპულად, პროდასავლურად განწყობილი. ეს არ არის ადამიანი, რომელსაც უნდათ ყველაფერზე ხაზის გადასმა და რუსეთთან დაახლოება და რუსეთთან ახლოს ყოფნა. ეს არ არიან ადამიანები, რომელსაც უნდათ უცებ აი მთელი 34 წლის წყალში გადაყრა, 34 წელი ხა პირობთ, რომ უკვე დიდი ხანია დაწყებულია ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა და მოძრაობა, ხო, ამ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ. მაგრამ მათ არ უნდათ, რომ საქართველოს უცებ აღმოჩნდეს ისევ რუსეთის უკანა ეზო, მათ არ უნდათ, რომ საქართველოს იყოს მხოლოდ ჩინეთის ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორობის ამარა დარჩეს და ნახეთ ჩვენ ჩინეთთან როგორი სტრატეგიული პარტნიორობა გამოიჩინა გუშინ წინ გაეროში გამართულ რეზოლუციაზე მან თავი შეიკავა. ანუ ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქართულოცნ მას ეგონოს, რომ ადამიანებს არ ყოფნით ცოდნა, ინფორმაცია და შესაძლებელი განათლება, ადამიანები ყველაფერს ძალიან ზუსტად ხედავენ და ძალიან კონკრეტულად აღიქვავენ იმ რეალობას, რომელიც დღეს არის საქართველოში. სხვადასხვა გარემოების გამო შესაძლებელია ისინი ამას თვალს ხუჭავენ, შესაძლებელია ისინი თავს იკავებენ უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ძალდატანებით ადამიანების ჩახშობა ძალდატანებით ადამიანებში ესე ვთქვათ აზრის გამოხატვის შეზღუდვა დიდხანს ფიზიკურად ვერ გაჩერდება. არ ვიცი თქვენ საერთოდ არ ფიქრობთ ხოლმე იმ სეგმენტზე, რომელიც კონკრეტულად მე ვიგულისხმე თუ არა, თუ შეგნებულად არ გსურთ ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დავაკონკრეტებ რა სეგმენტი ვიგულისხმე მათ შორის. ეს არის მსხვილი ბიზნესის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ქმნის დოვლათს და რომელიც მკაფიოდ მხარს უჭერს ქართულ ოცნებას. მათთან საუბრის შესაძლებლობა გააქვთ. იცით, ფიქრობ, რომ მე მესმის, ვინც რასაც გულისხმობთ, ეს არიან ადამიანები, ფიქრობ, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა იყვნენ შეწუხებულნი იმ რეალობით, რომელიც უახლოეს მომავალში დადგება. მათი განცხადებები აქამდე რაც მოვისმინე, ფიქრობ, ცხადყოფს უკვე არსებულ წინააღმდეგობას, ესე ვიტყოდი, ყველა ერთნაირად კმაყოფილი არ არის ამ სექტორში, ვინც ამჟამად ხარს უჭერს, ან არის გამაძლიერებელი ამ გარკვეულად ამ რეჟიმის. განსაკუთრებით გავლენიანი წევრები ფიქრობ, რომ აღმოჩნდებიან სანქცირებულნი და მათზე გავრცელდება სანქციები, როგორც ეს უკვე ჩვენ ვიხილეთ, დაწყებული ეს პროცესი და ეს ხოლმე გაგრძელდება, ხო? მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ამ რეჟიმის არსებობის პირობებში უკვე აღარაფერი აღარ შეიცვლება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ქართული ოცნების ასე ვთქვათ ყოფა, მით უფრო გამძაფრდება და გაიზრდება ადამიანთა წრე, ვის წინააღმდეგაც დააწესებს სანქციებს დასავლეთი. ამიტომ ამის გარდასახვა რაღაც დადებითში უახლოს მომავალში მე რთულად წარმომიდგენია და მით უმეტეს ვერ მოხდება ამის ჩანაცვლება ვერანაირად. დასავლეთის ჩანაცვლება პირობითად აღმოსავლეთით საქართველოს რეალობაში ფიზიკურად ვერ მოხერხდება. მე არა ვარ ბიზნესმენი, არ მაქვს ესეთი სიღრმისეული ცოდნა შეიძლება ეკონომიკის, მაგრამ მათ ეს ყველა ჩემზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ქვეყანა რომელიც საკუთარ ასე ვთქვათ ეკონომიკას არ ვითარებდა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხო, არ ვითარებდა დასავლეთის მიმართულებით, ცდილობდა რომ ყოფილიყო ინტეგრირებული დასავლეთთან, ყოფილიყო მაქსიმალურად მიეღო ის ნორმები, სტანდარტები, რაც არის ჩვენთვის ყველაზე უფრო ბუნებრივი და ყველაზე უფრო ნორმალური ჩვენი გარემოსთვის. ამ ქვეყნის ესე მომენტალურად შემოტრიალება და გადამისამართება სხვა მიმართულებით ფიზიკურად
შეუძლებელია და ფიზიკოდ არ გამოვა. ალბათ ეს მათ ჩემზე კარგად ესმით, ისინი მას ძალიან კარგად ხედავენ. არ ვიცი რისი იმედი აქვს, სიმართლე რო გითხრათ, არ ვიცი რისი იმედი აქვს, რატო გონიათ რომ ეს შესაძლებელია, ამაში რაღაც დადებითი შედეგი გამოიყოს მათთვის, მაგრამ ჩვენ უკვე ხედავთ, რომ რეალურად ყველაზე მეტად იზარალებენ სწორედაც ეს ადამიანები. ჩვენ 2016 წელს გაგვეხსნა ასოცირების შეთანხმებით უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას ამ ქვეყანაში აძლევდა იმის საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესი, საქართველოს ვაჭრობა ერთხელ და სამუდამოდ სტაბილურ ბაზართან დაეკავშირებინა და ეს იყო ევროკავშირის ბაზარი. მათ გააკეთეს ყველაფერი ამის საპირისპიროდ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ კვლავინდებურად აღედგინათ ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. ჩვენ გვაქვს ჩვენს ორგანიზაციას მომზადებული აქვს ძალიან საინტერესო დოკუმენტი, შეგიძლიათ ნახოთ 2012 წლიდან დღევანდელ როგორ მიზანმიმართულად იზრდება რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ანუ ხელოვნურად მოხდა რუსეთისთვის ეკონომიკური ბერკეტის გაჩენა, რომელიც რუსეთს აღარ ქონდა. 2012 წლისთვის რუსს აღარ ქონდა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოში, რომელსაც რუსეთი 100-დან 100 შემთხვევაში გამოიყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ხო, ჩვენ იმის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ ეკონომიკური ბერკეტის გაჩენა რუსეთისთვის არ იქნება მომავალში. მაგალითები გვაქვს პირდაპირ. რასაკვირველია, ჩვენს გარდა არის მოლდოვა, ჩვენს გარდა არის უკრაინა, ჩვენს გარდა არის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები, სადაც ნებისმიერ დროს, როდესაც ეს რუსეთს სჭირდება, ის ამას იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამიტომ შესაბამისად, აი ამ ხელოვნური ბერკეტის გაჩენა, ეკონომიკური ბერკეტის გაჩენა ცხადყოფს რეალურად თუ რა იყო მათი სურვილი თავდაპირველად. აი გამაძლიერებლები, დასაყრდენები ხო ელჩები დასავლეთის ქვეყნებში ვინ არიან დღეს აი ამ ეს ალბათ ჩემთვის ყველაზე უფრო რთული საკითხი იქნება, ვინაიდან ელჩები დასავლეთის ქვეყნებში არიან ყველას ძალიან კარგად ვიცნობ, ხო? მე ამ ადამიანთან ერთად ერთ სისტემაში ვიმსახურეთ მე მარტო 24 წელი დაახლოებით მე-4 საუკუნე და ეს ადამიანები დღემდე იქ არიან. მე სიმართლე გითხრათ უკვე აღარ მესმის ამ ადამიანების დიდი ხანი აღარ მესმის ამ ადამიანების პოზიცია მათი როგორ ახერხებენ ეს ადამიანები საკუთარი თავის გამართლებას, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები საკუთარ ახლობლებთან, საკუთარ მეგობრებთან, საკუთარ წრეში აი ამ პოლიტიკის გამართლებას, რომლის განხორციელებაც მათ უწევთ პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების პირობებში, იმიტომ რომ ეს არიან ადამიანები, რომლებმაც რეალურად თავიანთი შეგნებული ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი დაუთმეს გააზრებულად ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. როგორ შეიძლება ამ ადამიანებს ეხლა ზუსტად არ ესმოდეთ, ზუსტად ვერ ხედავდნენ თუ რას აკეთებს ქართული ოცნება და რის მიღწევას ცდილობს უახლოეს მომავალში. როგორ შეიძლება არ ესმოდეს ეს ჩვენს ელჩებს ბრიუსელში, მე გულისხმობ ევროკავშირთან ჩვენს ელჩს, ნატოში ჩვენს მუდმივ წარმომადგენელს, როგორ შეიძლება ეს არ ესმოდეთ ჩვენს ელჩებს იმ დიდ ევროპულ ქვეყნებში, რომ რეალურად საქართველოს de facto ხელისუფლება ეხლა ძალიან დაჩქარებული ტემპით ცდილობს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შეჩერებას, შეწყვეტას და ფაქტობრივად ვარს ამბობს აი უნიკალური შესაძლებლობის გამოყენებაზე, რასაც ქვია ჩვენი ევროპასთან ინტეგრაცია. ამ რეალობის გათვალისწინებით მეორე კითხვა ძალიან ლოგიკური, როგორ შეუძლიათ მათ კიდევ გააგრძელონ ასე ვთქვათ, საკუთარი თავის მოტყუება პროექტის ყოვლისა, რომ თითქოს ისინი ემსახურებიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. როგორ ახერხებენ ამას, მე ძალიან მიკვირს. მიხარია, რომ რამდენიმე ადამიანმა ნამდვილად გააკეთა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გადადგეს ძალიან სწორი ნაბიჯები და ისინი დაბრუნდნენ საქართველოში, მათ არ ითქვეს აი ამ რეჟიმის მსახურებაზე და ისინი დღეს იმყოფებიან საქართველოში. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამას არ ქონია მასიური ხასიათი, რაც ჩემში ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს, ყველაზე ძალიან დიპლომატიურად რო ვთქვა, ძალიან დიდ გაკვირვებას იწვევს და არ მესმის კიდევ ერთხელ გამომეორდები, თუ როგორ არიან ეს ადამიანები მართალნი საკუთარ თავთან. შიშის ფაქტორი არის გიგი, რაც იჭერს მათ შორის ამ ადამიანებს, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ეს ადამიანები ხანგრძლივად რჩებიან ქართული ოცნების რადარზე, ხომ? იგივე ვთქვათ, სურა პოლოლიკაშვილის მაგალითი, ხო, ანუ ოფიციალური მიზეზი, რაც თავად პოლოლიკაშვილმა ესე ვთქვათ, გაახმოვანა, იყო სწორედ ის, რომ ყოფილი ელჩი, რომელმაც ესე ვთქვათ, დატოვა
საელჩოს სწორედ აი ამ შექმნილი ვითარების გამო შემდგომ ესე ვთქვათ გახდა აი ამ პირველი განხეთქილების მიზეზი პოლოლიკაშვილსა და ქართულ ოცნებას შორის. ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი. აი ესეთ რაღაცას ვიტყოდი, შესაძლებელია რაღაც მომენტში. შიში რისი უნდა გეშინოდეს ადამიანს უკვე აღარ მესმის, ოდესაც ხვდები რომ შენი ქვეყანა ფაქტიურად კარგავს მომავალს. აქ ანუ როდესაც ხარ დიპლომატი, როდესაც ხარ ადამიანი, რომელიც ფლობს რამდენიმე უცხოურ ენას, რომელსაც გაქვს გამოცდილება დასავლეთთან ურთიერთობების, რომელსაც უკვე აღარ გესაუბრება შენ ევროპის დედაქალაქებში მყოფ ადამიანს, აღარ გელაპარაკებ, შენ დამი დამოკიდებულებას ზუსტად ხვდები, რომ შენთან უკვე დამთავრებულია, ასე ვთქვათ, შენთან აღარ არსებობს ის განსაკუთრებული ბმა, რომელიც ყოველთვის იყო. ხო, ანუ არ ვიცი, შიში ფიქრობ რომ აქ უკვე ცოტა მეორე 1000 ხარისხოვანი. არ მგონია რომ ეს იყოს პირველი მომენტი. აქ რაღაც ალბათ სხვა რაღაცას უნდა ვფიქროთ, არ მინდა ამაზე საუბარი, არ მინდა რომ ბოლომდე ასე ვთქვათ, რაღაც კიდე ბოლომდე კოლეგიალურობა რაღაცა ფორმით ალბათ მინდა რომ დავიცვათ ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ძალიან მიჭირს. ახსნას ვერ უძებნი, მე არ მაქვს ახსნა, თუ როგორ შეიძლება რომ დღევანდელ დღეს საქართველოს ელჩი განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროპაში თავის თავს გრძნობდეს კომფორტულად და ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდეს ბრჭყალებში თავის სამუშაოს. ოღონდ რა არის ეს სამუშაო? ჩემთვის გაუგებარია ვინაიდან თითოეული ჩვენთაგანის, ჩვენი ელჩების, ხო, ანუ დასავლეთში მყოფი ჩვენი ელჩების მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ საქართველოს რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება ასე ვთქვათ დიდი მხარდაჭერით გამختارიყო ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. რასაკვირველია, საელჩოებს უამრავი სხვა ფუნქცია დავალებები აქვთ და უამრავ სხვა რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი იყო 1000 ხარისხოვანი. ამ ორ უმნიშვნელოვანეს ასე ვთქვათ, მოცემულობასთან მიმართებით ყველაფერი დანარჩენს ჰქონდა 1000 ხარისხოვანი აზრი. ხო? ანუ საქართველოს საელჩო, რომელიც არ ემსახურება დასავლეთში ჩვენი ქვეყნის ევროპულ და დასავლურ ინტეგრაციას, ევროპასთან, ევროკავშირთან, ნატოსთან ინტეგრაციას, იმ საელჩოს ფუნქცია მე სიმართლით აღარ მესმის რა არის და რას აკეთებენ ეს ადამიანები, ჩემთვის სრულიად ამოუხსნელი. რა მექანიზმები გვაქვს ხელში ეხლა გიგი და რისი ველი არის დარჩენილი, ასე ვთქვათ, რა მოქმედების ველი არის დარჩენილი ზუსტად იქიდან გამომდინარე, რაზეც მე და თქვენ ვისაუბრეთ, რომ აი ეს რეპრესიული კანონები, აი ეს შიშის დათესვა, ფინანსურად, ასე ვთქვათ, წელში ხალხის გატეხვა და ასე შემდეგ, ხო, ყველაფერი ერთდროულად მუშაობს. დიახ, გასაგებია, მე ვფიქრობ, რომ ურთულეს პროცესში შევდივართ, ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლის ძალიან რთულ პროცესში შევდივართ. აქ ვფიქრობ, რომ ძალიან კონკრეტულად მოხდეს თითოეული ჩვენთაგანის მიერ არჩევანის გაკეთება, ხო? მე არ მგონია, რომ ამ უკანონო კანონებისთან დამორჩილება იყოს გამოსავალი და ჩვენ რეალურად ეხლა უნდა უბრალოდ თავი დავხაროთ და აი ამ სრულ უკანონობას დავემორჩილოთ, რომელსაც თავის უკანონო ხელისუფლება საქართველოს თავს მოახვევს. მე ჩემი თავის, ასე ვთქვათ, ჩემი თავიდან გამომდინარე და ჩემი ორგანიზაციიდან, ჩვენი ორგანიზაციიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ რაღაცა ფორმით ვართ უცხო ქვეყნის აგენტები და ამ სტატუსს მივიღებთ, ან დავთანხმდებით ამ სტატუსის მიღებას, განსაკუთრებით აი ამ რეალობაში, შესაძაც ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ადამიანებს აი ეს იარლიკები მიაწებონ და მაქსიმალურად ამ ადამიანის საზოგადოების თვალში ამ ადამიანების სტატუსი მაქსიმალურად შელახონ, რასაკვირველი არა. არჩევანი არის თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენს არჩევანზე. მე ძალიან მიჭირს ახლა სხვის მაგერად საუბარი, სხვები რა გადაწყვეტს მიიღებენ, მაგრამ არ დამორჩილება აი ამ უკანონობისადმი არის ჩემი აზრით თითოეული ადამიანის არჩევა. თითო ადამიანის, თითოეული ორგანიზაციის საღათ მოაზროვნე, ასე ვთქვათ, მხარის არჩევა. აი პლატფორმების კუთხითაც რომ შევხედოთ გიგი, ხომ აი ვთქვათ, პოლიტიკურ ფლანგზე არის ეს წინააღმდეგობის პლატფორმა, ვთქვათ, სათავეში არის სალომე ზურაბიშვილი, აი ქმედით მექანიზმად მიგაჩნიათ ეს პლატფორმა შექმნილ ვითარებაში. იცით რა, მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ეხლა მიეხმარება საქართველოს, მიეხმარება ჩვენ ქვეყანას, რომ ჩვენ გადავლახოთ შექმნილი მდგომარეობა, არის მისაღები, არის მისასალმებელი, მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ფორმატი, რომელიც ჩვენ რაღაცა ფორმით გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან და რაღაცა ფორმით საშუალებას გაგვიჩენს, რომ დავნიშნოთ ახალი
საპარლამენტო არჩევნები შევიდეთ, ასე ვთქვათ, ოღონ რასაკურველია ეს საპარლამენტო არჩევნები გახორციელდეს საერთაშორისო მონაწილეობით, გამჭვირვალედ და სამართლიანად. ამ შემთხვევაში მიმეჩნია რომ რასაკურველი არის მისაღები. მე ხა პოლიტიკოსების მაგათ ვერ ვისაუბრებ, ეს ჩემს პრეროგატივას ცდილდება, მაგრამ მე მიმეჩნია რომ და მეორე პლატფორმაზეც კითხავთ Free Business-ის პლატფორმა, რადგან ბიზნესი ვახსენეთ, ისეთი ბიზნესიც აღმოგვაჩნდა ქვეყანაში, მათ შორის სხვილი ბიზნესის ნაწილიც, რომელმაც მკაფიო თქმა მოიღო ამ ყველაფრის წინააღმდეგ. თუმცა დღეს პლატფორმა რას აკეთებს, ძნელი სათქმელია, ხო? მათ შორის ამ რეპრესიული კანონების პირობებში. დიახ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას გეგმავენ ისინი, როგორი რეფორმით აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას. ვფიქრობ, რომ კარგია რომ არსებობს ახსენეთ მსხვილი ბიზნესი, რომელიც სრულად რაციონალურად და ლოგიკურად აღიქოს შექმნილ მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო განცხადებები ასევე სხვადასხვა საბჭოების მიერ, საქართველოს ბიზნეს საბჭოების მიერ, რაკაც ვხედავთ, რომ რეალურად ეს ადამიანები ხედავენ თუ რა სავალო შედეგი შეიძლება დადგეს უახლოეს მომავალში, თუ ყველაფერი გაგრძელდება ისე როგორც არის. და ვფიქრობ, რომ ეს ხოლმე მისასალმებელია, ჩემი აზრით ხოლმე მისასალმებელი. და სულ ბოლოს შეიძლება სიმბოლურად ჩანს ახლა რა კითხვასაც დაგისვამთ მთელი ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რაზეც მიმსჯელეთ ამ დროის განმავლობაში, მაგრამ მაინც მინდა რომ ესე ვთქვათ აქცენტი გავაკეთოთ ამაზე, რომ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ცალკე აღარ იქნება, რეორგანიზაციას დაექვემდებარა რა ეს ცენტრიც და ის შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხო, რაზეც ვილაპარაკეთ, ალბათ სიმბოლურია, მაგრამ ხო, აი რა გზავნილია. ეს არის უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ გაცხადებულად მათ მიერ იმ კურსის გაგრძელება, რომელიც გულისხმობს საქართველოს ჩამოშორებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცისგან, საქართველოს, ესე იგი, რით იყო დაკავებული ეს ცენტრი, ყოფილიყო დაკავებული ეს ცენტრი. ეს ცენტრი უნდა ყოფილიყო დაკავებული თავის დროზე ევროკავშირსა და ნატოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებით. სწორედაც ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი საზოგადოების იმ ფენებისადმი ინფორმაციის მიწოდებით, თუ რატო აკეთებს ეს ორი ორგანიზაცია, რატო არის ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგან იმისათვის, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი დაწყებულია გაცილებით უფრო ადრე 2017 წელს თქვენ გახსოვთ რომ 2017 წლამდე არსებობდა ესეთი იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ ეს იყო პრემიერ-მინისტრთან არსებული უპორტფელო ასე ვთქვათ სამინისტრო რომელსაც ცალკე შენობა არ გააჩნდა მაგრამ ეს სამინისტრო გაუქმდა 2017 წელს ანუ დაიხურა ეს მაშინაც ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ჩემი აზრით მკაფიო ნეგატიური გზავნილი იყო რომელიც ევროპაში მაშინო ძალიან დიდი კითხვის ნიშნებით აღიქვეს რატომ და ეს იყო ცალკე უწყება, რომელიც პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ორივე მიმართულებით ინტეგრაციის პროცესზე და ისიც თავის დროზე შეუერთეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეხლა უკვე ამ ინფორმაციული საინფორმაციო ცენტრის ასე ვთქვათ გაუქმება ძალიან მკაფიო გზავნილია არა მარტო დასავლეთის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვისაც, ხო? აღარ იქნება არავინ პასუხისმგებელი საქართველოში, ვინც მოახდენს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ სწორი ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას და დაანახებს ადამიანს თუ რეალურად რა დიდ დახმარებას გვიწევდა ჩვენ ორი ორგანიზაცია, ჯერ კიდევ გრძელდება ეს დახმარება და რა დიდი შედეგები ჰქონდა ჩვენ ამ ორივე ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად. ჩვენი უსაფრთხოების, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და რა სარგებელს მიიღებდა თითოეული ჩვენი მოქალაქე უახლოეს მომავალში იმ შემთხვევაში თუ ეს პროცესი გაგრძელდებოდა. რასაკურველია ქართულ ოცნებას ეხლა არაფერში არ აწყობს მსგავსი ორგანიზაციის ცენტრის არსებობა, რომელიც ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს მოსახლეობას. მე გუშინ ვიხუმრე კიდევაც რომ ხო ეს მომავალში გამორიცხული არ არის თავად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიმე სხვა უწყება შეუერთო მაგალითად საქართველოს გზების დეპარტამენტს ან რამე მსგავს ასე ვთქვათ სახელმწიფო უწყებას და ამ ასე ვთქვათ უმნიშვნელოვანესი სამინისტროს მუშაობაც ამით ფაქტიურად დაასრულა. იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეალურ ფუნქციონალურ დატვირთვას უკვე ვეღარ ხედავთ და ამ რეალობის გათვალისწინებით არაფერი გამორიცხული აღარ არის, მაგრამ ცხადია, ეს არის ძალიან ნეგატიური გზავნილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მოვისმინეთ ძალიან უსუსური ახსნა იმისა, თუ ვითომ რატო იქნა ეს ნაბიჯი გადადგმული. განსაკუთრებით ეხლა, განსაკუთრებით ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესეთ პიკს აღწევს ანტიევროპული, ანტიდასავლური რიტორიკა მათი მხრიდან.